რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის პარალელურად საქართველოს მოქალაქისთვის სულ უფრო რთული ხდება ევროკავშირის ბაზარზე დასაქმება. როცა საქართველოს ნიუსის გუნდი აგზელებს პოლონეთის მხრიდან სავიზო შეზღუდვების თემის გაშუქებას. ჩვენ პოლონეთის ოჯახის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსგან პასუხი მივიღეთ. როგორც ირკვევა, ინიციატივა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ეკუთვნის. ასევე ოჯახის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ წერილობით მიმართა პროკურატურას, სასაზღვრო სამსახურს და შრომის სახელმწიფო ინსპექციას პოლონეთში კანონიერი დასაქმების პირობებთან დაკავშირებით უცხოელების შესაძლო შეცდომაში შეყვანის პრაქტიკის გამო და სთხოვა მიიღო შესაბამისი ზომები იმ ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოელთა რეკრუტირებას და პოლონეთში სამუშაოდ გაგზავნას ახორციელებენ. შესაბამისად შეიქმნა უფასო და სანდო საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი მწვანე ხაზი, რომელიც სახელმწიფო დასაქმების სამსახურების ფარგლებში მოქმედებს. დეტალური ინფორმაციას და შესაბამის ლინკს ჩვენს Facebook გვერდზე იპოვით. რაც შეეხება გამკაცრების მიზეზს, სამინისტროს წერილში დეტალურად არის აღწერილი. დადგენილების პროექტზე მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დადგენილებაში ისეთი ქვეყნების შეტანის აუცილებლობაზე, როგორებიცაა კოლუმბია, ვენესუელა და საქართველო. აღნიშნული დადგენილების გამოცემას მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა უწყებამაც. სასაზღვრო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან სამუშაო ნებართვის და უვიზო რეჟიმის ფარგლებში ყოფნის ბოროტად გამოყენების მასშტაბი მიუთითებს, რომ მათთვის უვიზო რეჟიმის ფარგლებში მუშაობის შესაძლებლობის შენარჩუნება გაზრდიდა არალეგალური ყოფნის და მუშაობის რისკს, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბს და შრომის ბაზარზე არსებულ მანკიერ პრაქტიკას.